წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ დიდი მარკეტის მენეჯერი. მაღაზიას აქვს 12 განყოფილება. თითოეულში მუშაობს 4 კონსულტანტი. დღის განმავლობაში მაღაზიას ესტუმრა 1200 მომხმარებელი, რომელიც ამ კვირაში იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თქვენი ამოცანაა თქვათ, რა ჰქვია მაღაზიის მენეჯერს. ჯაშუში ცდილობს ციხესიმაგრეში შეპარვას. ამისთვის მან უნდა გაიგოს, რა პრინციპით პასუხობენ გუშაგს მცველები. ის ბუჩქებში იმალება და უსმენს. მივიდა პირველი მცველი. გუშაგმა უთხრა: 7. მცველმა უპასუხა: 5 და შეუშვეს. მივიდა მეორე მცველი. გუშაგმა უთხრა: 5. მცველმა უპასუხა: 4 და შეუშვეს. მივიდა მესამე მცველი. გუშაგმა უთხრა: 10. მცველმა უპასუხა: 3 და შეუშვეს. ჯაშუში ფიქრობს, რომ ყველაფერი გაიგო. მივიდა გუშაგთან. გუშაგმა უთხრა: 20. ჯაშუშმა თავდაჯერებულად უპასუხა: 2, რადგან ეგონა, რომ პასუხი რიცხვების კლებადობით მიიღებოდა. გუშაგმა ჯაშუში მაშინვე დააპატიმრა. თქვენი აზრით, რა უნდა ეთქვა ჯაშუშს სინამდვილეში და რა არის ამ პაროლის ლოგიკა? წარმოიდგინე, რომ მონაწილეობ დიდ საერთაშორისო მარათონში. სტადიონზე ათასობით გულშემატკივარია. შენ ძალიან დიდი ენერგია დახარჯე, გაირბინე 5 კილომეტრი და ფინიშამდე სულ რაღაც 50 მეტრი დაგრჩა. მესამე ადგილზე მყოფს ფეხი გადაუბრუნდა და ჩამოგრჩა, შენ მას მარტივად გაასწარი. ახლა მთელ ძალას იკრებ, წარმოუდგენელ სიჩქარეს ავითარებ, პუბლიკა შენ სახელს ყვირის და ფინიშის ხაზამდე 10 მეტრით ადრე ასწრებ იმ ორბენალს, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფებოდა. ყურადღება, შეკითხვა: რომელი ადგილი დაიკავეთ და რომელ მედალს მიიღებთ? მამა და შვილი ავტოავარიაში მოყვნენ. მამა ადგილზე გარდაიცვალა. შვილი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. საოპერაციო მაგიდასთან გამოცდილი ქირურგი მევიდა, ბავშვს შეხედა და დაიყვირა. მე ვერ გავაკეთებ ამ ოპერაციას. ეს ბავშვი ჩემი შვილია. კითხვა: როგორ არის ეს შესაძლებელი, თუ კი ბავშვის მამა ავარიაში დაიღუპა? წარმოიდგინე, რომ ლიანდაგზე მიქრის უახლესი მოდელის ელექტრომატარებელი. ის მიდის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ძალიან დიდი სისწრაფით, 120 კმ/სთ. იმ დღეს საშინელი ამინდია, უბერავს ძლიერი დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 25 მეტრი წამში. მატარებელი გადის გვირაბს, გამოდის ღია ველზე და ამ დროს ქარი კიდევ უფრო ძლიერდება. კითხვა: საით მიაქვს ქარს მატარებლის კვამლი? მაღაზიის მენეჯერი, როგორც თავიდან თქვით, ხართ თქვენ, ასე რომ ამ ამოცანის სწორი პასუხი იქნებოდა თქვენი სახელი. დააკვირდით არა ციფრების მნიშვნელობას, არამედ თვითონ სიტყვებს, რომლებსაც გუშაგი ამბობს. გუშაგის ნათქვამ ციფრში, რამდენი ასოცალის, ის ციფრი უნდა დაასახელოს მცველმა. ანუ ჯაშუს უნდა ეთქვა 3, რადგან გუშაგმა თქვა 20, რადგან 20 შედგება 3 ასოსგან. მარათონში შენ დაიკავე მეორე ადგილი. რადგან ვინც მეორე იყო, ის ჩამოიტოვე და შენ დადექი მის ადგილას. პირველი ადგილი კი ისევ სხვას უჭირავს. ავარიაში ბავშვის მამა გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოში ქირურგი არის ბავშვის დედა. ამ ამოცანაში ნახსენებია ელექტრომატარებელი, ხოლო ელექტრომატარებელს კვამლი არა აქვს.